მაგრამ დაუბრუნდეთ ამ ჩვენს ნაღებს. Როგორც უკვე ვთქვი, ჩემის აზრით, სწორედ მისი ბრალია ის სავალალო შეცდომები, რომლებმაც გამოიწვიეს ერისათვის სასიკვდილოდ სახიფათო შედეგები. ვფიქრობ, რომ ამ შედეგების დაბრალება მხოლოდ გარე მტერზე სიბრმავე იქნებოდა ჩვენი მხრიდან. ამრიგად, ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თუ როგორ წარიმართება აწი ამ ნაღების შიგნით დისკუსია, რომლის ერთ მაგალითის მონაწილენიც ჩვენ დღეს ვართ ამ აუდიტორიაში. გაჩნდება თუ არა გასული მეოთხედი საუკუნის განმავლობაში დაშვებული უმძიმესი შეცდომების ხარისხიანი ანალიზი და მასზე დაყრდნობით შემოშავდება თუ არა საქართველოს განვითარების ინტეგრალური სახელმწიფოებრივი იდეოლოგია, რომელიც საბოლოოდ გაიყვანს ჩვენს უძველეს ერსსა და ახლად აღდგენილ უძველეს სახელმწიფოს სამშვიდობო გზაზე. ამისათვის, ჩემი აზრით, პირველ რიგში საჭიროა აღიარებულ იქნას, რომ საქართველო არ უნდა იყოს არც რუსეთის და არც ევროპის ჭაობიანი პერიფერია, რომელსაც ერთიცა და მეორეც იყენებს ერთმანეთთან ბრძოლის მიზნებისათვის. ჩვენი ქვეყნის განვითარების ძირითადი აქცენტი ბრტყელ-ბრტყელი აბსტრაქციებიდან კონკრეტიკაზე უნდა გადავიდეს, ციდან მიწაზე უნდა დაეშვას. საშინაო პოლიტიკაში ჩვენი საწარმოო, ბიუროკრატიული, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, სოციალური, სამხედრო და სხვა საჭიროებები ჩვენივე რეალობიდან გამომდინარე უნდა მოვაგვაროთ და არა უცხოელების დიქტატის ქვეშ. უცხოელების რჩევა საჭიროა, მაგრამ მას მხოლოდ რჩევის სტატუსი უნდა ჰქონდეს და არა შეფარული დე-ფაქტო დირექტივებისა, როგორც ეს ახლა ხდება უმრავლეს სფეროებში ჩვენი სახელმწიფოს მმართველობისა. საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს კარს მომდგარ ორ დაპირისპირებულ ზე-ძალასთან დაბალანსებული დიალოგის გასამართავად. ამისათვის სამწუხაროდ მხოლოდ ასეთი ლოზუნგები არ არის საკმარისი. უნდა შეიცვალოს ჩვენი სახელმწიფოს კურსი. არა რუსეთისკენ, როგორც ამაში ხშირად ედება ბრალი ყველას, ვინც ამაზე ბედავს საუბარს, არამედ საქართველოსკენ. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ არა ევროპის ან რუსეთის პერიფერია, არამედ კავკასიის ცენტრი. ამ პროცესში უნდა მიიღოს მონაწილეობა დასავლეთმაც, რუსეთმაც, სომხეთმაც, აზერბაიჯანმაც, თურქეთმაც და ირანმაც. ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის ჯანმრთელი მხარეების სიძულვილსაც მე ტყვილამ აბრალებენ გაუნათლებელი ჰომო ურბანიკუსები, ბავშვიც კი გეტყვით, რომ თეთრ რასას ქვია კავკასიური რასა, Caucasian, როგორც ისინი ამბობენ. მაგრამ სამწუხაროდ იმავე ამერიკაში მილიონში ერთიც კი ვერ გეტყვით და საერთოდ დასავლეთში თუ რატომ ქვიათ თეთრებს კავკასიელები. მას მოდით ჩვენც გავიხსენოთ და მათაც გავახსენოთ. მე-18-მე-19 საუკუნეებში მცხოვრები დიდი გერმანელი ანატომი და ანთროპოლოგი, 5 რასის თეორიის ფუძემდებელი იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი წერს, სამწუხაროდ გერმანულის არცოდნა მაიძულებს ამ ციტატის დედნის ინგლისურად მოყვანას და მერე გადმოთარგმნას. Caucasian variety. I have taken the name of this variety from Mount Caucasus because its neighborhood, and especially its southern slope, produces the most beautiful race of men. I mean the Georgian. ვთარგმნოთ. კავკასიური ნაირსახეობა. მე ამ ნაირსახეობის სახელი ავიღე კავკასიონის მთებიდან, რადგან სწორედ მის მახლობლად და განსაკუთრებით მის სამხრეთ ფერდობებზე წარმოშობილია ადამიანების ყველაზე ლამაზი რასა, მე ვგულისხმობ ქართულს. რა ძნელი დასაჯერებელია ჩვენს ამჟამინდელ დამარცხებულ და დაცემულ მდგომარეობაში დიდი გერმანელი მეცნიერის ეს შეფასება, რომელმაც დასაბამი მისცა თეთრი რასის სახელწოდებას. და რაოდენ მიუსადაგოა ისეთი ისტორიის ხალხისათვის, როგორიც ჩვენ ვართ, ვინმეს მსგავსებაზე სწრაფვა. ნაცვლად იმისა, რომ სხვები ესწრაფვოდნენ ჩვენს მსგავსებას. მიზეზი ამ ჩვენი მდგომარეობისა, გარდა გაუთავებელი შემოსევებისა და დამპყრობლური ომებისა საქართველოსა და დანარჩენ კავკასიაში, არის ჩვენი ცნობიერების აჩეხვა და ჩვენს მიერ საკუთარი მეობის დავიწყება.
კავკასია, როგორც მრავალმილიონიანი და მრავალკულტურული სოციოპოლიტიკური რეგიონი აღარ არსებობს. ძირითადად იმიტომ, რომ ქართველებმა ვუღალატეთ მას. ვთქვით უარი ჩვენს ერთადერთ ისტორიულ, გეოპოლიტიკურ და გეოკულტურულ როლზე და უცენტროთ და უპატრონოთ დავტოვეთ ჩვენი მშობლიური და ორგანული მხარე. საქართველო უნდა იყოს კავკასიური სახელმწიფოებრიობის ავტორი და მისი გამავრცელებელი რეგიონში. მისი კანონმდებლობაცა და პოლიტიკაც ზედმიწევნით უნდა ასახავდეს კავკასიური ტრადიციების რეალობას. უმეცარი ჰომო ურბანიკუსის გასაგონად აქვე ვიტყვი, რომ ეს ნიშნავს არა პირქუშ შუა საუკუნოვან არქაულ სახიფათო კულტურას, როგორც ამას ხშირად ხატავენ ვითომ ჰუმანისტი ლიბერალები, არამედ თანამედროვე, ბედნიერ, ოჯახისა და სტუმრის მოყვარულ, მძლავრ პანნაციონალურ კულტურას, რომელსაც ყველა იძულებულია პატივისცეს და მასთან სტუმრობისას მისი წესები დაიცვას. მისი მშენებლობისას ჩვენ უნდა ავიღოთ ყველაფერი, რაშიც ვარგიან დასავლეთიცა და აღმოსავლეთიც, აშშ ევროპათსა და რუსეთიც. შემოვიტანოთ ის ჩვენთან, მაგრამ სანაგვეზე უნდა გადავყაროთ ყველაფერი უვარგისი ჩვენი ქვეყნისა და მისი რეგიონისათვის. ვფიქრობ, ეს ნიშნავს პირველ რიგში ტექნოლოგიურ და ინსტიტუციონალურ ნაწილობრივ იმპორტს დასავლეთიდან და ამავე დროს სრულ მიუღებლობას მათი ამჟამინდელი მორალური საზოგადოებრივი ნორმებისა, რომლებსაც სამწუხაროდ მხოლოდ ამორალური და არანორმალური შეგვიძლია ვუწოდოთ მათი განვითარების ამ ეტაპზე. მეორეს მხრივ ვფიქრობ, ეს ნიშნავს კულტურულ და ეკონომიკურ გაცხოველებას რუსეთთან მიმართებაში, რადგან ჩემი აზრით მისგან ინსტიტუციონალური მშენებლობისა და საქართველოსათვის აქტუალური ტექნოლოგიური თვალსაზრისით ჯერჯერობით ასევე სამწუხაროდ ცოტა რამ გვაქვს სასწავლი. მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენ ვაქციოთ საქართველოსა და შემდგომში მთელი კავკასიაც არა რუსეთისა და დასავლეთის საომარ პოლიგონად, რომელიც იგი ამჟამად არის, არამედ მათ შორის დიალოგის ერთ-ერთ იშვიათ ადგილად. მაგრამ არც ესაა საკმარისი წარმატებული კავკასიური სახელმწიფოებრივი მოდელისათვის. ბევრი რამ, მაგრამ არა ყველაფერი. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გადმოვიღოთ თუნდაც სახეცვლილი ფორმით ისრაელის სახელმწიფოსაგან. და ამაში დიდი როლი უნდა ითამაშოს ჩვენმა 2006 წლიანმა მფარველობამ და მეგობრობამ საქართველოში მცხოვრებ ებრაელებთან. 4 სფეროში. ესენია სამხედრო, საემიგრაციო, ფინანსური და სასულიერო სახელმწიფოებრივი კონსტრუქცია. ჩვენ ბევრი რამ უნდა გავაანალიზოთ ისრაელის მაგალითზე. ჩემი აზრით, ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანი არის არა ევროინტეგრაცია, არამედ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს უპირობო დაბრუნება საქართველოს შემოდგენლობაში. აფხაზ და ოს ძმებთან ჩვენი შერიგება დაცლილი საქართველოს უხვად დასახლება ძლიერი და ჯანმრთელი ოჯახებით, ქართული უნიკალური კულტურისა და მასთან ერთად საუკუნეების მანძილზე მცხოვრების სხვა ერების კულტურების სათუთი გაფრთხილება და მათთან ერთად გახარება საქართველოში. აი ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. სხვა ყველაფერი კი საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა ხერხების ჩათვლით, ევროინტეგრაცია იქნება ეს თუ აფროინტეგრაცია, უნდა იყოს ამ მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტები, თუ ისინი ამაში ვარგიან. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოსაგან ამპუტაცია, რასაც ცდილობენ რუსეთიცა და დასავლეთიც საქართველოში ბოლო მე-4 საუკუნის განმავლობაში, ნიშნავს როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე თითოეული ჩვენთაგანის ინდივიდუალური ფსიქიკის დახეიბრებას. ამ ფსიქიკის დახეიბრების ნიშნებს ვატყობთ ჩვენ საკუთარ თავს ამჟამად, როდესაც კუდამოძუებულები ვაძლევთ უფლებას ჰომო ურბანიკუს გვაჭიჭყინოს ყალბ მიზანზე, რომელსაც ქვია ევროინტეგრაცია. და აგვიგრძალოს ხსენებაც კი მთავარი მიზნისა, რომელსაც ქვია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება და ქართველების და მათი ისტორიული თანამოქალაქეების გამრავლება და გაძლიერება. და ევროინტეგრაცია, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ის, არ უდრის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებას, ეს არის ტყუილი. და ასევე ევროინტეგრაცია არ უდრის ქართველებისა და მათი ისტორიული თანამოქალაქეების გამრავლებასა და გაძლიერებას. ეს არის კიდევ უფრო დიდი ტყუილი.